2028 წლის 26 ოქტომბერი. ულამაზესი გემის ბატავიას გემბანზე ოქროს მკედიან ტანსაცმელში გამოწყობილი მაღალი ახალგაზრდა კაცი დგას. იგი ჰოლანდიური ფლოტილიის უფროსი ვაჭარი, ანუ უმაღლესი რანგის პირია. მისი გვარია პელსარტი და მან 18 გემისგან შემდგარი ფლოტი ინდონეზიაში უნდა ჩაიყვანოს, რათა იქედან ოქროზე ძვირფასი სანელებლები, აბრეშუმის ქსოვილები და ეგზოტიკური ხეების ნერგები ჩამოიტანოს, რათა ნიდერლანდების შეერთებული შტატების სიმდიდრე და გავლენები კიდევ უფრო გაზარდოს. გადის 9 თვე 1629 წლის 4 ივნისის დილა უნდა გათენდეს. მე-17 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ჰოლანდიური გემი ბატავია, რომლის ბორტზეც 341 ადამიანია და აურაც ხელი ვერცხლი და სიმდიდრე, სწრაფი სვლით უახლოვდება ტერა აუსტრალის ინკოგნიტას. ანუ იგივე სამხრეთის უცნობი მიწის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულებს. ეს კაპიტანმა იაკობსმა არ იცის. კოშკურიდან კაპიტანი აკაფებულ ზვირთცემას ხედავს, იგი გაკვირვებულია, იმიტომ რომ რუკაზე ამ ადგილას კუნძული ან ხმელეთი ან წყალქვეშა კლდეები ნამდვილად არ უნდა იყოს და სანამ იგი ჭოგრიც მოიმარჯვებს, უძლიერესი დარტყმა მას კოშკურიდან აგდებს. ქალების კივილი, გემის ფიცრების მტრევა და მამაკაცების გინება სამხრეთის ცას წვდება. ჯერ არავინ უწყის, რომ ამ წამიდან იწყება ათულა ჯოჯოხეთისა, რომლის მსგავსი ზღვაოსნობის ისტორიაში არ მომხდარა. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და მენდეთ ამ მართლაც დაუჯერებელი ამბავის შესახებ ბევრს არ გექნებათ გაგონილი და იგი იმდენად არის გაჯერებული ადამიანური სისასტიკით და სადიზმით, რომ არა დოკუმენტები, რომლებიც ამ ყველაფერს აღრიცხავდნენ, მისი დაჯერება მართლაც გაგვიჭირდებოდა. მაგრამ როგორც ყოველთვის მე ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ჩვენი თხრობა საკმაოდ გრძელი იქნება, ეს იქნება ორნაწილიანი ვიდეო და ყველა ნაწილი საკმაოდ გრძელი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება, ამიტომ მე გთხოვთ, რომ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ. რა თქმა უნდა, მოიწონოთ თუ იგი მოგეწონებათ, დაწეროთ კომენტარები და გადააზიაროთ იგი სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს, გაიგოს ჩემი არხის შესახებ და მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს. მე კვლავ არ მყავს სპონსორი, ამიტომ ნებისმიერ დახმარებას ჩემი თაყვანისმცემლებისგან, ჩემი მაყურებლებისგან მე დიდი სიამოვნებით მივიღებ. თანხას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემი ქართული ბანკის ანგარიში აღწერაშია და აგერ ეკრანზეც ხედავთ. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს არხს უანგაროდ ეხმარება. გმადლობთ მეგობრებო, ახლა კი დავიწყოთ ჩვენი თხრობა. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის ნიდერლანდები ნაწილობრივ დამოუკიდებელი მიწების, ანუ შტატების გაერთიანება იყო და მას ასეც ეწოდებოდა ჩრდილოეთ ნიდერლანდების გაერთიანებული შტატები, ან შეერთებული შტატები. ამ შტატებს, ანუ ამ მიწებს დაახლოებით ისეთივე დამოუკიდებლობა ჰქონდათ, როგორიც დღეს მაგალითად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია, თქვენ მოგხსენებათ, აქ არის ფედერალური ბუნდესმიწები, ბუნდესლანდები, რომლებსაც ყავთ თავისი პარლამენტი, თავისი ბუნდესპრეზიდენტი და ისინი რაღაც გარკვეულ კანონებს დამოუკიდებლად იღებენ, რომლებიც მხოლოდ ამ მიწისთვის არის დამახასიათებელი და აუცილებელი შესასრულებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ექვემდებარებიან ძირითად კანონმდებლობას, რომელსაც უკვე ბუნდესტაგი, ანუ ძირითადი პარლამენტი იღებს. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში შტატები და ასე შემდეგ. მოკლედ, ნიდერლანდებს მართავს ლორდი, უпроსორად მართავდა და მე-17 საუკუნის დასაწყისში უკვე ეს ლორდიც მოიცილეს ნიდერლანდელებმა და უკვე ეს მიწები გარდაიქცა რესპუბლიკად. ახალგაზრდა რესპუბლიკას, რა თქმა უნდა, დაცვა სჭირდებოდა ფული, ხოლო ფული იმ პერიოდში და ახლაც ყველაზე მეტი ფული ვაჭრობაში იშოვება და ნიდერლანდელები ამ საქმეში ძალიან გაწაფულები იყვნენ და ასევე გაწაფულები იყვნენ, რა საინტერესოც არ უნდა იყოს, ეს პატარა ქვეყანა ფლოტის და ზღვაოსნობის საქმეში. აი აქ ცოტა უნდა გადაუხვიო და კარგად უნდა გავერკვეთ თუ
რას ნიშნავს ჰოლანდია და რა არის ნიდერლანდები. ჰოლანდია იწოდება ნიდერლანდების სამეფოს, დღევანდელი სამეფოს ორი ყველაზე განვითარებული და ყველაზე დიდი მიწა, ეს არის ჩრდილოეთ ჰოლანდია და სამხრეთ ჰოლანდია. იმ დროს ესენი შტატები იყო და სხვათა შორის ყველაზე ეკონომიკურად ძლიერები იყვნენ ისინი და ძალიან წარმატებული ნაწილი იყო ნიდერლანდების სამეფოსი და ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ წინსვლაზე, როცა ჩვენ საუბრობთ ფლოტზე, საუბრობთ აღმოჩენებზე, ვაჭრობაზე და ასე შემდეგ, ჩვენ ყოველთვის გულისხმობთ ჰოლანდიას, ანუ ნიდერლანდების იმ ნაწილს, ისე ვიმეორებ, რომელიც ყველაზე მდიდარი და ყველაზე წარმატებული იყო. ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ჰოლანდიის შესახებ. მე-17 საუკუნეში ყველაზე მოთხოვნად საქონლად ითვლებოდა სანელებლები, ძვირფასი ქვები და ასევე აბრეშუმი. ეს ყველაფერი შემოდიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, კერძოდ ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, მოგხსენებათ ინდონეზიის გიგანტური არქიპელაგი გახლავთ, რომელიც უზარმაზარი კუნძულებისგანაც შედგება, პატარა კუნძულებთან ერთად და ყველა კუნძულს აღარ თავის დამახასიათებელი სანელებლები და ძვირფასი ქვები და ტანსაცმელი და ქსოვილები და რა ვიცი, ძალიან მრავალფეროვანია ინდონეზია და სწორედ ინდონეზიისკენ მიისწრაფოდა ევროპა და პირველად გზა აქეთ გაჭრეს პორტუგალიელებმა და მათ ჰქონდათ ფაქტიურად მონოპოლია ინდოეთზე და ინდონეზიაზე. მოგეხსენებათ დასავლეთ ნაწილში უკვე ესპანელები ბატონობდნენ, ანუ ამერიკის კონტინენტზე, ჯერჯერობით სამხრეთ ამერიკის. როგორც ჩემი ამ ვიდეოდან გახსოვთ, ჰოლანდიელები საკმაოდ გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ და ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კაპიტანი საბოლოოდ საზღვაო ლეგენდად იქცა, მფრინავ ჰოლანდიელად შემორჩა იგი ისტორიას და როგორც გახსოვთ, იგი რეკორდულ დროში ჩადიოდა ინდონეზიაში. რა ასეთ ეშმაკობას ფლობდა კაპიტანი ბერენდ ფოკე, მართლა ეშმაკთან იყო იგი შეკრული თუ რაღაცა იპოვა ისეთი, რაც სხვებმა არ იცოდნენ. საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ფოკემ კეთილი იმედის კონცხის სამხრეთით აღმოაჩინა ძალიან სწრაფი დინება, რომელიც სწორედ მიემართებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და პირდაპირ მიყავდა გემი, ფაქტიურად მიყავდა გემი ინდონეზიის კუნძულებამდე. მაგრამ ამ გზას ჰქონდა სამი დიდი მინუსი. პირველი ეს იყო, რომ გემი უნდა წასულიყო კარგა მაგრა დასავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით, ანუ სადღაც ბრაზილიის სანაპიროებამდე არ მისული, უნდა დაეჭირა დინება და შემდეგ ეს დინება წამოიღებდა მას აღმოსავლეთისკენ. მაგრამ აქ მეორე მინუსი ჩნდებოდა ის, რომ გემი ხვდებოდა 50-იან განედში, ანუ ეს არის ყველაზე 40-იანი და 50-იანი განედები, ეს გახლავთ ყველაზე შტორმიანი და ყველაზე ბობოქარი განედები, ასეც ვქვიათ მათ 50 ბობოქარი 50-იანელები ასე ეძახიან მას და ამისთვის საჭირო იყო რა თქმა უნდა კარგად შეკრული, კარგი გემი, რომ ამ ყველაფრისთვის გაეძლო. მესამე ეს იყო ის, რომ ძალიან ნოტიო და ცხელ გარემოში უხდებოდა გემს თვეების განმავლობაში გადაადგილება და კიდევ მეოთხე მინუსიც იყო, დინება იმდენად სწრაფი იყო, რომ კაპიტანი უნდა ყოფილიყო ძალიან გამოცდილი, რომ იგი არ შეჯახებოდა კუნძულებს, რომლებიც აღმოსავლეთით მდებარეობდა და ამიტომ დროზე უნდა გადაეხვია მას ზემოთკენ, ანუ ჩრდილოეთისკენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდებოდა იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და კერძოდ კუნძულ იავაზე და ინდოეთში და ასე შემდეგ. აი ეს ნიუანსი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ თუ გემი გააგრძელებდა გზას კვლავ აღმოსავლეთისკენ, იგი აუცილებლად დაიღუპებოდა და თუ რატომ ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჰოლანდიელები საკმაოდ სწრაფად გაიწაფნენ ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ ინდოეთის, ასე ეწოდებოდა არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოყოლებული თითქმის იაპონიამდე წყლებს და ტერიტორიებს, თავისი ინდონეზიის არქიპელაგის ჩათვლით, რა თქმა უნდა, და ამ გიგანტური მოცულობის ტერიტორიას ისინი მართავდნენ ფაქტიურად.
ფაქტორად მათ განდევნეს პორტუგალიელები პირველ რიგში და შემდეგ ესპანელებიც ამ ტერიტორიებიდან ძალიან ეშმაკურად ისინი კარგად ეპყრობოდნენ ესპანელებისგან და პორტუგალიელებისგან განსხვავებით ადგილობრივ მმართველებს. ჰოლანდიელები სწავლობდნენ ადგილობრივ ენებს, ისინი დიპლომატიურად უდგებოდნენ აი ამ საკითხებს. მათ ჩაქონდათ ძალიან ბევრი ისეთი საქონელი ამ კუნძულებზე და ამ მიწებზე, რომლებიც მოთხოვნადი იყო. ისინი კი არ ართმევდნენ, არამედ ვაჭრობდნენ. როგორც გითხარით, ჰოლანდიელები ძალიან კარგი ვაჭრები იყვნენ და დაიძრა მთელი ჰოლანდია ფაქტიურად აი ამ მიწებისკენ და ამან თავისი უარყოფითი შედეგი გამოიტანა, იმიტომ რომ მართალია მათ ჩამოქონდათ დიდი რაოდენობით სანელებლები, ქსოვილები, ძვირფასი მინერალები და ასე შემდეგ, მაგრამ ერთმანეთში წავიდა სხვადასხვა პატარ-პატარა კომპანიებს შორის კონკურენცია, ამან გაზარდა ძალიან ჩამოტანილი საქონლის ფასი და ძალიან ცუდად იმოქმედა ზოგადად ნიდერლანდების ეკონომიკაზე. მსგავსი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არავის არ აწყობდა და ამიტომ გადაწყდა, რომ შექმნილიყო ერთი კომპანია, რომელიც გააერთიანებდა სხვა პატარ-პატარა კომპანიებს და მას სახელად დაერქვა Verenigde Oost-Indische Compagnie. აი ესე ჰოლანდიურად ასე ჟღერს, ანუ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, გაერთიანებული კომპანია. შემოკლებით VOC. ასე მოვიხსენიოთ ჩვენ, რომ ამ სიგრძე სახელი არ ვახსენოთ ხოლმე. სავაჭრო გემებს, რა თქმა უნდა, დაცვა სჭირდებოდათ იგივე პორტუგალიელებისგან და ესპანელებისგან, ამიტომ გემები აღჭურვილი იყო ზარბაზნებით, მასზე ყოველთვის იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევდნენ თავდამსხმელებს, არა მხოლოდ ვთქვათ, ოფიციალურ პორტუგალიელებს ან ესპანელებს, არამედ მეკობრეებსაც, რომლებიც საკმაოდ ბევრნი დათარეშობდნენ იმ პერიოდში ზღვაში. თითქმის ყველა ეკიპაჟის ყველა წევრი შეიარაღებული იყო, ფლობდა რაღაც გარკვეულ სამხედრო გამოცდილებას და დიდი რაოდენობით გემზე იყო, რა თქმა უნდა, ტყვია-წამალი და დენტი და ასე შემდეგ და ფაქტიურად ჰოლანდიელებმა აი სავაჭრო ომიო რო იძახიან, აი ეს გამოუცხადეს პორტუგალიელებს და ესპანელებს და სხვა შორის ისინი შემთხვევას არ უშვებდნენ ხოლმე ხელიდან თუ შეამჩნევდნენ რომ რაღაცა მათზე უფრო სუსტი ესპანური ან პორტუგალიური გემი გამოჩნდებოდა სადმე ჰორიზონტზე, ისინი აუცილებლად შეუტევდნენ მას და საქონელსაც ართმევდნენ და გემსაც აპატიმრებდნენ, ახლა შეიგდებდნენ უბრალოდ. ამავე დროს პარალელურად აი მიწებზე მოდით უნდა დავარქმევთ მათ დაპყრობილ მიწებს, ეს არის ფაქტიურად ესეთი თეშურთიეთ შეთანხმებით შექმნილი ტერიტორიები, სადაც ფაქტორიების ან პატარა დასახლებების სახით პატარა ზომის მიწებს უყოფდნენ ადგილობრივი მმართველები ნიდერლანდელებს და აქ ისინი აფუძნებდნენ თავიანთ დასახლებებს. საიდანაც ხდებოდა უკვე ვაჭრობა, პატარა პორტიც ჩნდებოდა და აწყობილი იყო ეს სისტემა ძალიან კარგად. VOC-ი იმხელა გავლენით სარგებლობდა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამ კომპანიას ნება ჰქონდა დართული ფაქტიურად როგორც სახელმწიფოს ისე ემოქმედა. ანუ მას შეეძლო დაედო და გაეწყვიტა სხვადასხვა კონტრაქტები სხვადასხვა სახელმწიფოსთან. გამოეცხადებინა ომიც კი, დაერგინა საზღვრები, ეწარმოებინა აბსოლუტურად დამოუკიდებელი როგორც დიპლომატიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკა, დაიარსებინა კოლონიები და ასე შემდეგ. ანუ ეს ფაქტიურად იყო სახელმწიფოში. უბრალოდ ნიდერლანდები იყო ჰოლანდიელების VOC-ში სახელმწიფო თუ უფრო კარგად გავშიფრავთ ამ ყველაფერს და ფორმალურად თუ განვიხილოთ. ამავე დროს სხვა შორის ჰოლანდიელებს გარდა სამხედროებისა და ვაჭრებისა ექსპედიციებში დაყავდათ სხვადასხვა მეცნიერები, ესენი იყვნენ გეოგრაფები, ასტრონომები, ბოტანიკოსები, ზოოლოგები, რომლებიც სწავლობდნენ ახალ გარემოს და თუ კი რამე საინტერესო იყო, თქვათ, ბოტანიკური თვალსაზრისით, ან ზოოლოგიური თვალსაზრისით, თქვათ, იგივე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ყველაფერს ამას სწავლობდნენ. 1635 წლიდან სხვათა შორის ჰოლანდიელებმა ახალი ბიზნესის ახალი წყარო აითვისეს, შეიძლება ითქვას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაადამიანური ეს გახლდათ მონების გატაცება აფრიკის კონტინენტიდან და შემდეგ მათი
პლანტაციებში დასაქმება, რა თქმა უნდა, უფასოდ, მხოლოდ საქმის საფასურად და მონები ასევე მოიპოვებდნენ სასარგებლო წიაღისეულს, აწარმოებდნენ სხვადასხვა საქონელს, რომელიც რა თქმა უნდა, გაცილებით იაფი იყო, ვიდრე იგივე რომ თეთრკანიან ადამიანს ეწარმოებინა. ვოქს მართავდა ეგრეთ წოდებული De Herren 17, ანუ 17 ჯენტლმენი. ეს მამაკაცები გახდნენ პორტების მმართველები, დიდი სავაჭრო სახლების მმართველები და ისინი განსაზღვრავდნენ ვოკის პოლიტიკას. თუმცა მათი პირით ხდებოდა მოლაპარაკებები სხვადასხვა სახელმწიფოებთან, რომლებთანაც ჰოლანდია ვაჭრობდა, ასევე ისინი წყვეტდნენ თუ საით უნდა წასულიყო მომდევნო ექსპედიცია, რამდენი გემი უნდა აგებულიყო, რა ტიპის გემები უნდა ყოფილიყვნენ ესენი, რომელი კაპიტანი რომელ გემზე უნდა ყოფილიყო და უფროსი ვაჭარი, რომელიც კაპიტანზე სკიახდნენ და გავლენას, ანუ მას შეეძლო კაპიტნისთვის პირდაპირ მიეცა დავალება, რომ იქ წასულიყო, სადაც ეს უფროსი ვაჭარი იტყოდა და ზოგჯერ უფროს ვაჭარს ფლოტილიასაც კი აბარებდნენ ხოლმე. შემდეგ მოდიოდა უმცროსი ვაჭარი, რომელიც კაპიტანს ექვემდებარებოდა, ამ უფროს ვაჭარს ობერკოოპმანი ეწოდებოდა. ეს ობერკოოპმანის თანამდებობა კარგად დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ რანგით, როგორც თქვი, მე იგი კაპიტანზე მაღალია და ეს დიდ როლს ითამაშებს ჩვენს მომავალ თხრობაში. კუნძულ იავას პირველად ესტუმრა კვლევარი და მეზღვაური კორნელის დე ჰაუტმანი. კორნელისის ეს ექსპედიცია და ზოგადად მისი ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ მე მოგიყვებით მის შესახებ. 4 გემისგან შემდგარი ფლოტილია, რომელსაც ჰაუტმანი ხელმძღვანელობდა, 1595 წელს მიადგა ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულს, კერძოდ იავას. გემზე იმყოფებოდა ასევე კორნელიუსის უმცროსი ძმა ფრედერიკ დე ჰაუტმანი. ძალიან საინტერესო პიროვნება და მასზე მეც ცოტა ხანში გიამბობთ. როცა ჰაუტმანის გემი ამსტერდამის პორტიდან გავიდა, აფრიკის კონტინენტს იყო იგი მიახლოებული, რომ C ვიტამინის ნაკლებობის გამო მაშინ არ იცოდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ვიტამინს ადამიანების ჯანმრთელობის საქმეში. ცინგა დაიწყო, ცინგის ეპიდემია შეიძლება დავარქვა, დაიწყო მეზღვაურებს შორის, ცინგა გახლავთ ძალიან მძიმე დაავადება, როდესაც ადამიანს ერთმევა ხონე, ეწყება სისხლჩაქცევები, ცვივა კბილები, ღრძილებიდან მოდის სისხლი და საბოლოოდ ადამიანი იღუპება. აი ამ ცინგით დაავადებული არის უკვე 4-ვე გემი და ისინი უახლოვდებიან მადაგასკარს. მეზღვაურებმა იცოდნენ, რომ გარკვეული ხილს თუ მიიღებდნენ ისინი საკვებად, ცინგა გადიოდა ძალიან სწრაფად. ეხლა ზუსტი მიზეზი მათ არ იცოდნენ, C ვიტამინზე წარმოდგენა არ ქონდათ, მაგრამ ემპირიულად მიხვდნენ ამას ყველაფერს და მათ მოითხოვეს, რომ მადაგასკარზე გაჩერებულიყვნენ გემები. კაპიტნებმა თქვეს, რომ არა, ჩვენ გვეჩქარებაო, რას ქვია გეჩქარებათო, ატყდა ამბავი, მოკლედ აჯანყება დაიწყო და 4-ვე გემზე თუ იყო 250 ადამიანი, დაახლოებით 150 კაცი აი ამ აჯანყების დროს უბრალოდ მოკვდება სროლაში, ხანჯლით და რა ვიცი, დახოცავენ მოკლედ ერთმანეთს და 250 კაციდან გადარჩება მხოლოდ 100 ადამიანი, რომლებიც საბოლოოდ მაინც მიდიან, გადმოსხდებიან მადაგასკარზე, ადგილობრივებიდან შეისყიდიან ხილს, უпроსტად გადაცვლიან რაღაცეებში და უკვე დაახლოებით რამდენიმე თვე გაჩერდებიან იქ, იმიტომ რომ ცინგა მართლა ძალიან მძიმე დაავადებაა და სანამ არ განიკურნებიან, მანამდე იქ არიან. შემდეგ დაჯდებიან ამ თავის გემებზე, ანუ 250 კაცი და 100 კაცია დარჩენილი და გაემგზავრებიან ინდონეზიისკენ. ინდონეზიაში ისინი მიადგებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ კუნძულს იავას და აქ კორნელისი გაიცნობს ბანტანის უნდა, რომელთანაც ძალიან კარგ ურთიერთობას დაამყარებს. ისინი ხელს მოაწერენ სხვადასხვა საბუთებს, რომ ისინი ივაჭრებენ ერთმანეთს, ხელს გაუმართავენ, მაგრამ კორნელის ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, როცა თვრებოდა ხოლმე სულად შტერდებოდა. და ერთ-ერთი ასეთი დათრობის დროს მან ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა სულთანს და სულთანმა მოკლედ მისი მოკლა გადაწყვიტა და გააასრეს, დასხდნენ გემებზე და გააასრეს იქედან, ისე რომ ვერც ვერაფერი წამოიღეს.
კორნელისი მოკლედ გარბიზი ავადან და ჩადის კუნძულ მადურაზე იგი გაიცნობს ადგილობრივ სულთანს და იქაც მეორდება სარკისებურად იგივე სიტუაცია და ერთი კვირის თავზე კვლავ უწევთ მათ გაქცევა და ვინ დაეძებს სანელებლებს მეზღვაურებს ტანსაცმელიც კი რჩებათ ნაპირზე. აქედან ფლოტილია მიდის კუნძულ ბალისკენ, ბალი მოგეხსენებათ ესეც 64-ის კუნძულია და პარალელურად იქ უამრავი სანელებლების მომცემი მცენარეები იზრდება. აქ უკვე კორნელისი ჭკვიანურად მოიქცევა ბალის სულთანთან გააფორმებს ხელშეკრულებას და რამდენიმე გიგანტურ კასრს დატვირთავს საოცარი სანელებლებით და ჰოლანდიისკენ გაეშურება და ყველაფერს ჩაიტანს სასალამათად, მოკლედ მთელ ამ სანელებლებს, ასევე აბრეშუმის ქსოვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ადამიანს დაკარგავენ, ამდენ შარში გაეხვევიან, მაინც ეს ექსპედიცია ძალიან წარმატებულად ჩაითვლება, იმიტომ რომ თავის თავსაც ამოიღებს, იმდენ ფულს გააკეთებს და მეორე ძალაუნებურად კორნელისი აღმოაჩენს სხვადასხვა კუნძულებს, რომლებიც პერსპექტივაში ძალიან საინტერესო იქნება ვაჭრობის თვალსაზრისით. ისევ ვიმეორებ, ყველაფერი ეს ხდება 1595 წელს. ძმები ჰაუტმანები 2 წლის შემდეგ სხვაშორის კიდევ ბრუნდებიან ინდონეზიაში და კულზიან სამარე გაასწორებს ნათქვამია. კორნელისი ამჯერად კუნძულ სუმატრას სულთანს მიაყენებს შეურაცხყოფას და ვეღარ გაასწრებს. და მას თავს მოკვეთენ, ხოლო მისი ძმა ფრედერიკი ციხეში ჩასვამენ. და 2 წელი იჯდება ამ ციხეში, იგი დროს არ დაკარგავს ფუჭად, როგორც კარგი ასტრონომი და გეოგრაფი შეადგენს სამხრეთის ცის ვარსკვლავების რუკას, სხვადასხვა 200-მდე ახალ ვარსკვლავს აღმოაჩენს იგი და პარალელურად ისწავლის მალაურ ენას. 1605 წელს მას 2 წლის შემდეგ მას ათავისუფლებენ და 1605 წელს უკვე ბანტამის გუბერნატორად ნიშნავენ და ამ თანამდებობაზე იგი თავისი ძმისგან განსხვავებით რადიკალურად საუკეთესო შედეგებს მიაღწევს და დიდ სამსახურს გაუწევს ნიდერლანდების შეერთებულ შტატებს. მაშასე ჩვენ თანდათან უახლოვდებით ჩვენს ძირითად თემას და ვიწყებთ ბატავიით, ანუ ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩრდილო აღმოსავლეთით სანაპიროზე მდებარე დასახლებული პუნქტით, რომელსაც ჯაკარტას ეძახიან ადგილობრივები, მაშინაც და ახლაც. და რომელიც წარმოადგენს ამ გიგანტური ქვეყნის, ანუ ინდონეზიის დღევანდელ დედაქალაქს მოგეხსენებათ. მაშინ ჯაკარტას მოსახლეობა 3000-ს არ აღემატებოდა და იგი ბამბუკის გალავნით იყო შემოსაზღვრული. დღეს მოგეხსენებათ ჯაკარტა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამოირჩევა დედაქალაქებს შორის. ვოკმა ქალაქთან ახლოს ააშენა სანელებლების გადამამუშავებელი ფაბრიკა. 3 წლის შემდეგ აქვე სხვაშორის ინგლისელებმაც მოიკიდეს ფეხი, მაგრამ ჰოლანდიელებმა ეხლა ჩვენთან ერთად ინგლისელების ყოფნა ეგრე ადვილი არ არისო და ადგნენ და გადაუწვეს ინგლისელებს ფაბრიკა სანელებლების. ინგლისელებმაც არ დაახანეს, ისინი გაიოხრები არიან, გადაუწვეს ჰოლანდიელებს თავიანთი ფაბრიკა და მოკლედ ადგილობრივები მაგრა გაერთნენ, იმიტომ რომ ჰოლანდიელების და ინგლისელების ეს ურთიერთშუღლი ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ ეს კომედია ცოტა ხანში დამთავრდა, მაშინ როდესაც ინგლისელებმა პროვოკაცია მოუწყვეს ძალიან სერიოზული ჰოლანდიელებმა სხვაზე იფიქრეს და ბატავიის მართველი მოკლეს ადგილობრივი. თვითონ ქალაქი მთლიანად გადაწვეს და თავიდან ააშენეს სხვათაშორის. თავიდან ააშენეს უკვე ქვის ქალაქი, ქვის გალავნით, ქვის ციხესიმაგრით. ინგლისელები განდევნეს აქედან და ჯაკარტას დაარქვეს სახელი ბატავია. რომაელების ეძახდნენ ბატავებს, ტომს, რომლებიც ცხოვრობდნენ უძველესი ჰოლანდიის ტერიტორიაზე და რომლებიც კარგი მეომრები იყვნენ და ძალიან მამაცი ტომის სახელი ჰქონდა მათ და აი სწორედ ამ ჯაკარტას გადაარქვეს სახელი და ბატავია დაარქვეს. პარალელურად ჰოლანდიელები კარგი გემთმშენებლები არიან, ისინი სულ უფრო და უფრო ხვეწენ აი ამ რთულ პროფესიას და სხვადასხვა ალბათ იცით თქვენ რომ რუსეთის ერთ-ერთი
ესეთ რეფორმატორი იმპერატორი პეტრე I სწორედ ჰოლანდიაში, ამსტერდამში ჩვეულებრივ მუშად მუშაობდა გემთსაშენ ფაბრიკაში თუ ქარხანაში. ჰოლანდიური გემები 10 თავით მაღლა იყვნენ ვიდრე თქვა ბრიტანული ან პორტუგალიური. ისინი იყვნენ როგორც სავაჭრო, ასევე მგზავრების გადასაყვანი და ასევე სამხედრო. ანუ ერთ გემში ეს უნივერსალური გემები, რომლებსაც ყველა ეს ფუნქცია ერთმანეთთან ჰქონდა შეთავსებული. ჰოლანდიელები ასევე უშვებდნენ დიდი ზომის გემებს, ეს გახდათ ეგრეთ წოდებული შპიგელ რეტურშიპები, რომლებიც დაახლოებით 100,000 გულდენი იჯდებოდა. ეს დღევანდელი გადაანგარიშებით სადღაც 5-დან 6 მილიონ ევრომდეა. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო იმ დროისთვის. 1626 წელს 17-მა ჯენტლმენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აეგოთ რაღაც არნახული, რაღაც გადასარევი, რაღაცა მშვენიერი, ძალიან დიდი და გამოჩენილი გემი და ამისთვის მათ გამოყვეს დიდძალი ფული, დაახლოებით 300,000 გულდენი, ეს დაახლოებით არის 16-17 მილიონი ევრო დღევანდელი გადაანგარიშებით და 1627 წელს უკვე ზაფხულში ამსტერდამის ვერფებიდან წყალში ეშვება მართლაც ულამაზესი წითელ-მწვანე ოქროსფრად შეღებილი ბატავია, ასე ქვია გემს, ანუ სახელად ქვია იგივე სახელი, რაც აღმოსავლეთის მიწების კოლონიების დედაქალაქს. გემის სიგრძე არის 50 მეტრი, მისი სიმაღლე ვატერლინიიდან არის 12 მეტრი. ამ გემს აქვს 4 გემბანი, რომლებიც განკუთვნილი არის ცალკე სამხედროებისთვის, ცალკე მგზავრებისთვის, ეკიპაჟისთვის და უფროსი ოფიცრებისთვის და რა თქმა უნდა, მთავარი ვაჭრისთვის. აქვს 3 ანძა, რომელზეც სპეციალური ფორმის იალქნებია და ეს იალქნები ამ გემს აძლევს სწრაფად გადაადგილების საშუალებას. გემი გარედან დაფარული არის ფიჭვის სქელი ფიცრებით და ფიჭვი იმით არის გამორჩეული, რომ მას არ ეკარება ზღვის პარაზიტები, ეგრეთ წოდებული გემის ჭიები და ასევე გემი აღჭურვილი არის 30 საკმაოდ შორს მსროლელი ზარბაზნით. გემს შეუძლია 350 ადამიანის გადაყვანა და მას სხვადასხვა ტიპის კაიუტები აქვს. 1628 წლის 26 ოქტომბერს ბატავია სხვა გემებთან ერთად, უბრალოდ 18 გემთან ერთად 15,000 მილის დაახლოებით 30,000 კილომეტრიან გზას უნდა დაადგეს. აქ ახლა ცოტა უნდა გადაუხვიო ისევ თემიდან და ეს აუცილებელია იმ ამბების აღსაქმელად, რაც მალე განვითარდება. კომპანია და მასთან დაკავშირებული ვაჭრები გიგანტურ შემოსავალს იღებდნენ. თვითონ ის ხალხი, რომელიც ყველაფერს ამას ასრულებდა, ანუ იგივე გემის კაპიტნიდან დაწყებული, მეზღვაურებით და სამხედროებით დამთავრებული, ძალიან დაბალ ხელფასებს იღებდნენ. პარალელურად მათ ფაქტიურად არ ჰქონდათ პენსია. ოჯახის მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში ოჯახი რჩებოდა აბსოლუტურად ღარიბი და ღატაკი. და ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, იმიტომ რომ უამრავი ხიფათი ელოდათ მოგზაურებს ამ გზაზე, ხო, დაწყებული დაავადებებიდან, სხვადასხვა ტროპიკული დაავადებები, იგივე შტორმში დაყუპი, იგივე მეკობრეების თავდასხმები, აჯანყებები, რა ვიცი, მილიონი რაღაცა, ესე იგი შანსი იმისა, რომ შენ ამსტერდამში გემზე დამჯდარი ყავი და 9 თვეში ან კიდე 10 თვეში იავაზე, კუნძული იავაზე მშვიდობით გადმოსულიყავი ძალიან დაბალი იყო და მაინც დიდად არ იწოდა ადამიანები, რომ ამ პოზიციაზე წასულიყვნენ და ამიტომ ნებისმიერ ადამიანს ფაქტიურად იღებდა კომპანია მეზღვაურად ან დამხმარე პერსონალად. აი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევითი ადამიანი გახლდათ ვინმე ფრანცისკო პელსარდი, რომელიც საკმაოდ დიდარი ოჯახიდან იყო წარმოშობით, მაგრამ მას როცა მშობლები დაეღუპა, იგი გაღარიბდა და მდგომარეობის გამოსასწორებლად მან გადაწყვიტა, რომ კომპანიაში დაეწყო მუშაობა. კარგად ერკვეოდა ბუღალტერიაში და 20 წლის იყო, როდესაც კომპანიის თანაშემწედ დაინიშნა გემზე. ეს საკმაოდ დაბალი რანგის თანამდებობა იყო და იგი გაემგზავრა თავის პირველ ცურვაში. ამ ცურვაში მან თავი გამოიჩინა როგორც ძალიან კარგმა ფინანსისტმა და კარგმა ვაჭარმა. უკვე 4 წლის შემდეგ იგი დააწინაურეს და გემზე მეორე კაცი გახდა.
პელსარტი ნიჭიერი კაცი იყო და მან ჰინდუ და სპარსული ენები კარგად შეისწავლა, ამიტომ მას ადვილად შეეძლო ურთიერთობა, სავაჭრო ურთიერთობა მოგოლებთან. ეს გახდა ცეთი იმპერია იყო ინდოეთის ტერიტორიაზე, ძალიან მდიდარი იმპერია იყო ძალიან და ამ მოგოლებთან მან იმდენად კარგი ურთიერთობა დაამყარა, რომ ძალიან ღირებულ თანამშრომლად იქცა. იგი აქ დაასახლეს, ლოკმა მას გამოუყო საკმაოდ კარგი სასახლე, ბევრი ფულიც მისცა, რომ მას თავი გამოეჩინა მოგოლების აღალ საზოგადოებაში და ძალიან დიდი წარმატებით აწარმოებდა იგი მოლაპარაკებებს, ძალიან დიდი მოგება მოქონდა ვოკისთვის, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა, მას ძალიან უყვარდა ქალები. ეს თუ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად მინუსი იყო, იმიტომ რომ აი ახლა ნახავთ რატომაც. 4 წლის შემდეგ იგი აღწევს უმაღლეს თანამდებობას, ეს არის უფროსი ვაჭრის პოზიცია და როგორც ადრე გითხარით, ოპერკოპერის ან უფროსი ვაჭრის პოზიცია, ეს არის აქტიურად 17 ჯენტლმენისზე უშუალოდ დაქვემდებარებული ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად და ადგილზე განაგებენ კომპანიის საქმეებს. მოკლედ ქალებს რაც შეეხება, მან სასიყვარულო რომანები გააბა, თუ კი ვინმესთან შეიძლებოდა მოგოლების ცოლებიდან დაწყებული მათ ქალიშვილებით და მოახლეებით დამთავრებული და აქ ფეხი დაუწდა ერთ ადგილას, კერძოდ მან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მოგოლის ცოლი ყავდა მას სახლში, ამ ქალმა შემთხვევით ღვინისმაგივრად დალია დარიჩინის ზეთი და ადგილზევე გარდაიცვალა. მოუწია პელსარტს, რომ ცხედარი გაეტანა ეზოში და დაემარხა, ეს ეგონა რომ ვერავინ ვერ დაინახა, მაგრამ დაინახა ერთ-ერთმა მისმა თანაშემწემ და მან დაუწყო შანტაჟირება პელსარტს. პელსარტმა ამ შანტაჟზე უთხრა, რომ არ მაინტერესებს რაც გინდა ის გაიქეთებიაო და მოკლედ პელსარტი ჩაუშვა ამ კაცმა იქ ვოკში. ვოკმა ეგ როგორ გაბედეო შენო, რას ქვია ქალებიო და მით უმეტეს ქალი მოხდა და იქ დამარხე და გააქრე და ისა ეგრე არ არისო და მოხსნეს. პელსარტი ვიღაც ტიპი დანიშნეს, რომელიც გაგნებაში არ არის, არც ენის, არც ვაჭრობაიც, არც არაფერი იცის და მოკლედ გადაწყდა, რომ პელსარტი დაებრუნებინათ მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ამბავი მოხდა და კვლავ, რა თქმა უნდა, მთავარი ვაჭრის პოზიციაზე. იგი დაბრუნდა ამსტერდამში და ამსტერდამში მას ამ ფლოტილიაში ნიშნავენ მთავარი ვაჭრის პოზიციაზე. ანუ იგი განაგებს ფაქტიურად აი ამ 18 გემს. მის მოადგილედ ნიშნავენ უმცროსი ვაჭრის ადგილზე ჰიერონიმუს კორნელისს. ჰიერონიმუსი საკმაოდ განათლებული ახალგაზრდა, იგი მიღებული არის ამსტერდამის მაღალ წრეებში და ისევე როგორც მისი წინაპრები არის წარმატებული ფარმაცევტი. მას რამდენიმე აფთიაქი აქვს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ და კარგად ერკვევა ბოტანიკაში და ქიმიურ ნივთიერებებში, როგორც ნებისმიერი ფარმაცევტი. კორნელისი არ უჩიოდა მატერიალურ მხარეს, მაგრამ მოგეხსენებათ ცხოვრება, თავის კანონები აქვს ცხოვრებას და იგი ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს, აქედან სიურპრიზების ნაწილი თლაც ასიამოვნო არ არის. კორნელისის დანიშვნა გემზე უმცროს ვაჭრად გამოიწვია ფატალური შემთხვევითობების თელმა კასკადმა, რომელიც საბოლოოდ ესე გარნახული ძალადობის და ადამიანური სისასტიკის მომავალში უკვე ტრიგერი გახდება. კერძოდ, კორნელისმა მოიყვანა ცოლად მაღალი წრის წარმომადგენელი ქალი დაორსულდა და როდესაც უკვე უწევდა მას მშობიარობა, იგი მიაბარეს ძალიან გამოცდილ ბებიაქალს, ბებიაქალმა მართალია გამოცდილი იყო, მაგრამ მშობიარობისას შეცდომები დაუშვა მშობიარობის მიღების დროს და საკმაოდ მძიმე ინფექცია გადასდო თუ დამართა კორნელისის მეუღლეს. მეუღლე ძალიან ცუდად იყო, ამიტომ მას ბავშვის მოვლა არ შეეძლო და ბავშვი ძიძას მიაბარეს. აქ კიდევ ერთი სიურპრიზი. ძიძას აღმოაჩნდა დაავადება, რომელიც ახლახან გამოჩნდა ევროპაში, უმძიმესი დაავადება და რომელიც ამერიკიდან მოვიდა, კერძოდ ინდიელებისგან. ეს გახლდათ ათაშანგი, იგივე სიფილისი, რომელიც მოგეხსენებათ სასიკვდილო დაავადება იყო. უკვე იცოდნენ, რომ ეს დაავადება გადადიოდა სქესობრივი გზით, მაგრამ ძიძამ დაავადება გადასდო რძით პატარა ბავშვს. ბავშვი დაიღუპა
ხმა გავარდა რომ კორნელისის შვილი სიფილისით დაიღუპა და სიფილისით დაახლოებით ისეთივე შიშს იწევდა როგორც აი 80-იანებში მაგალითად შიცით დაავადებული ადამიანები და ამიტომ კორნელისი მოკვეთეს მთლიანად მაღალი საზოგადოებიდან მას დააბრალეს რომ იგი მან ეს დაავადება მეძავებიდან მოიტანა მით უმეტეს რომ ძალიან მალე გარდაიცვალა მისი ცოლიც ახალგაზრდა ქალი მის აფთიაქში აღარავინ დადიოდა და მოკლედ კორნელისი გაირიყა იგი არ დაუჭერიათ რა რაზე უნდა დაეჭირათ არაფერი არ ჩაუდენია მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან აი ეს წარმატებული ადამიანიდან ღატაკ ადამიანამდე გზა ძალიან სწრაფად განვლო ამიტომ მას სხვა გზა არ დარჩენოდა იგი მივიდა ვოკის კომისიაში და თავი წარუდგინა როგორც მცენარეების და მინერალების კარგმა მცოდნემ მან დაარწმუნა კომპანიის წევრები რომ მას შეეძლო სარგებელი მოეტანა და იგი უმცროსი ვაჭრის თანამდებობაზე დანიშნეს და იგი პირდაპირ ექვემდებარებოდა პელსარც ბატავიის კაპიტანი საკმაოდ გამოცდილი ზღვის მგელი გახლდათ ეს იყო 40 წლის არიენ იაკობსი თავარ ვაჭარსა და გემის კაპიტანს შორის რამდენიმე წლით ადრე შავმა კატამ გაირბინა იაკობსი ზოგადად ალკოჰოლის მსლავრი მომხმარებელი იყო და მან სხვა ვაჭრების თანდასწრებით პელსარც მიაყენა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა ამის გამო პელსარმა იგი საკმაოდ მძიმედ დასაჯა იმიტომ რომ მასზე მაღლა მდგომი იყო რანგით თვითონ გემზე როგორც ხედავთ თლათ ესეთი ჯანსაღი სიტუაცია თავიდანვე არ არის ხო ბატავიაზე აიტანეს უამრავი ტვირთი, საქონელი, ასევე პროდუქტები, რომლებიც ხათვიანი მოგზაურობისთვის იყო განსაზღვრული და გათვალისწინებული. ბატავიაზე სულ იყო დაახლოებით 500,000 გულდენის ტვირთი, ანუ კომპანიის წლიური შემოსავლის თითქმის მეხუთედი და ეს იყო დაახლოებით დღევანდელი კურსით 35-40 მილიონი ევრო. პარალელურად აქ იყო რამდენიმე სკივრი ვერცხლი, მონეტები და ეს ყველაფერი იმ ხალხის ხელში ფაქტიურად, რომლებსაც ქრონიკულად არ ყოფნიდათ ხელფასი. გემზე იყო 100-კაციანი სამხედრო რაზმი, რომელიც თავის შვილებით და ცოლებით მიემგზავრებოდა იავაზე, რათა იქ მათ 5 წლიანი სამსახური უნდა გაევლოთ, გემი უნდა დაეცვათ წყალში ყოფნისას მეკობრეებისგან ან აჯანყების დროს გადაერჩინათ იგი. გემზე იმყოფებოდნენ ასევე მგზავრები, როგორც გითხარით, ეს იყო 22 ქალი, ასევე იყვნენ ბავშვები, საკმაოდ ბევრი. ეს უჩვეულო იყო იმ დროისთვის და საერთოდ სულ ნიშნად ითვლებოდა მეზღვაურებში ქალის ყოფნა გემზე, რატომაც. ასევე გემზე იყო მღვდელი თავის ცოლთან ერთად და 7 შვილთან ერთად წარმოიდგინეთ და განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა ულამაზესი ქალი, ახალგაზრდა ქალბატონი ლუკრეცია იანგსტოხტერი, რომელიც ამსტერდამის მაღალი საზოგადოების წევრი იყო, იგი თავის მეუღლესთან მიემგზავრებოდა, რომელიც იავაზე მთავარი ვაჭარი იყო, ესე იგი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი იყო. ლუკრეცია თავის მოახლესთან ერთად მგზავრობდა და სულ ბატავიაზე იყო 341 ადამიანი. მათ შორის რამდენიმე პოლიციელიც იყო, რომლებიც აქ საკმაოდ მკაცრ კანონებს იცავდნენ და შეეძლოთ დამნაშავის დასჯა. პოლიციის უფროსი გახლდათ ვინმე პიტერ იანსი, რომელსაც შეეძლო დაესაჯა ადამიანი გინებისთვის, ლოთობისთვის. სასჯელი საკმაოდ მკაცრი იყო ხოლმე. იყო სიკვდილით დასჯაც იმ შემთხვევაში თუ დამნაშავე არ ემორჩილებოდა კაპიტანს ან უფროსი ვაჭრის ბრძანებას, თუ მოაწყობდა იგი ან ჩაიფიქრებდა ბუნტს ან ვინმეს მოკლავდა და იყო დასჯის კიდევ ერთი ასეთი მეთოდი, მაგალითად თუ ვინმე ხელს გაარტყამდა სხვას და ამას დაუმტკიცებდნენ რომ მან არა მართლზომიერად გააკეთა ეს ამბავი, ამ ხელით მას ანძაზე აჭედებდნენ და შემდეგ უკვე მას თვითონ უნდა დაეხსნა თავი, ანუ და მოეგლიჯა ალბათ ხელი აქედან, წარმოგიდგენთ რა ტკივილი იქნებოდა საოცრება. ასევე იყო მეორე დასჯის მეთოდი, როდესაც ხელებს უკან უბავდნენ ადამიანს და ანძაზე აყავდათ და იქიდან აგდებდნენ. წარმოიდგინეთ უკან ხელით დადგმული ადამიანი მთელი სიმძიმით, როდესაც ეცემოდა მას ხელების აღსრებიდან უვარდებოდა და საოცარ ტკივილს გრძნობდა ამ დროს და
იყო მესამე, რომელიც ჰოლანდიელების ნოუ-ჰაუ იყო, ეს ყველაფერი ესპანელების და იმათ იცოდნენ გადასარევად და იმათგან გადაიღეს ჰოლანდიელებმა, მაგრამ ჰოლანდიელებმა თავისი გენიალური რამ მოიფიქრეს, ეგრეთ წოდებული გემს ქვემოთ გატარება. ხელებზე აბავდნენ თოქს, ასევე ფეხებზე, ამ თოქს გაატარებდნენ გემის ქვეშ, თოქზე მომული ადამიანი გადიოდა გემის ქვეშ, წარმოგიდგენთ, ხო, მოძრავ გემის ქვეშ. ან იხჩებოდა ადამიანი, ან არ იხჩებოდა და მეორე გემის ქვეშ ყოველთვის ცხოვრობენ რაღაცა ნიჟარები და მათ ძალიან ბასრი კიდეები აქვთ. და აი ადამიანის კანი უბრალოდ იფხრიწებოდა სწორედ აი ამ გატარების დროს. საშინელი წამება ეს ფაქტიურად ჯობია, მაგასო თავი მოკვეთონ ან პირდაპირ წყალში გადაგაგდონ და დაგახჩონ, ხო? ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში ასეთი მკაცრი კანონები იყო გემზე და ამიტომ ყველა ცდილობდა რომ ისინი დაეცვა რომ შემთხვევით რაღაც ესეთ რამეს არ გადახრდა. მოკლედ 29 ოქტომბერს ფლოტილია გადის ამსტერდამის პორტიდან და 9 თვიანი მოგზაურობაც იწყება. ეხლა წარმოიდგინეთ ამ ხალხის მდგომარეობა, წინ 9 თვეა, ამდენი განსხვავებული ადამიანი ამ შეზღუდულ ტერიტორიაზეა ფაქტიურად, კაიუტებში ადამიანის კარგი მდგომარეობა, ყველას თავისი ლოგინი არ ქონდა, მეზღვაურებს მაგალითად ჰამაკებში ეძინათ და ტრიუმებში, ანუ გემის ქვედა ნაწილში. ყველაზე კარგად მაინც კაპიტანი და მთავარი და უმცროსი ვაჭრები არიან, მათ თავიანთი კაიუტები აქვს, მაგრამ დანარჩენები საკმაოდ დისკომფორტში არიან. რამდენიმე საათიანი გადაფრენა გვეზარება ხოლმე, ხო, საათს უყურებთ, როდის დაჯდება თვითმფრინავიდან. წარმოიდგინეთ 9-10 თვე წარმოუდგენელ პირობებში ეს ხალხი მოგზაურობს, სიცივეს ცვლის გაუსაძლისი სიცხე, შტორმები, უარგისი საკვები, წყალი ფუჭდება უკვე რამდენიმე დღის შემდეგ და გემოს იღებს, ეპიდემიები, ვირთაგვები, ბაღლინჯოები, რა ვიცი თუ კი რამე შეიძლება ყველაფერი ერთად არის და რაღაც მომენტში ფსიქიკა ღალატობს კიდეც ალბათ ადამიანს. ამსტერდამის დატოვებიდან 18 კვირის თავზე ბატავია და ფლოტილია მიუახლოვდება ბრაზილიის სანაპიროს, აქედან ისინი აღმოსავლეთის დინებას იჭერენ და თუ აქამდე გემები ნელა მოძრაობდნენ, უკვე ისინი საკმაოდ სწრაფად მიდიან მეხუთე თვეს მოგზაურობის დაწყებიდან გემს ახალი უბედურება ემართება, ეს არის ცინგა. ანუ უწევს ეს მძიმესი დაავადება და 10 გზავრი კვდება. გემზე სიკვდილის შემთხვევაში ასეთი წესები იყო, თუ გარდაცვლილი მაღალი საზოგადოების წევრი იყო, მას ათავსებდნენ ჯინით ან ბრენდით სავსე კასრში და შემდეგ უკვე ხმელეთზე მას ჩვეულებრივად მარხავდნენ, ხოლო ეკიპაჟის ჩვეულებრივ წევრს უბრალოდ მიტკალში ახვევდნენ, შემდეგ გამოკერავდნენ ამ მიტკალს ისე რომ ზვიგენს არ შეძლებოდა მიცვალებულის დაზიანება და მას წყალში აგდებდნენ. 14 აპრილს ბატავია სამხრეთ აფრიკის კეთილი იმედის კონცხს უახლოვდება და წინა ვიდეოდან თქვენ გახსოვთ, არის ესეთი ადგილი ტაფელბაი, სადაც გემები ჩერდებიან. 2/3 გზის უკვე გავლილია, ფაქტიურად ყველაზე რთული მონაკვეთი კიდე არის დარჩენილი, მაგრამ უკვე არც იმდენი და გემები აქ 3 კვირით ჩერდებიან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წინ გაუტევთ მათ, საკვები არ აქვთ, გაფუჭებულია საკვები, წყალი გაფუჭებულია და აქ უნდა შეავსონ მან ეს ყველაფერი. პელსარტი რამდენიმე დღით მიდის კონტინენტის სიღრმეში, რათა იქ ადგილობრივებთან რომ იყიდოს ხილი, ბოსტნეული და ფორცი. იაკობსმა, ანუ კაპიტანმა დრო იხელთა, კაი მაგრად გამოძღა, მაგრამ პარალელურად მან დებოშიც მოაწყო იქა და სხვა გემის კაპიტნებს მიაყენა ძალიან დიდი შეურაცხყოფები და როდესაც პელსარტი დაბრუნდა, გადარჩა იაკობსი გაროზღვას, მაგრამ საკმაოდ დიდი შეურაცხყოფად მიიღო მან ასეთი მოქცევა. რა თქმა უნდა, ამანაც გააღრმავა მათ შორის აი ეს უბსკრული რაც არსებობდა. იორენიმუს კორნელისი საღამოს შედის კაპიტანთან და ეკითხება მას, რომ შენო ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგაყენაო პელსარტმაო და რამეს ხო არ ფიქრობო, რამე შურისძიებაზე ხომ არ დაფიქრებულ ხარო და ზოგადად თუნდაც აი ეს გემზე კაი ბლომად სიმდიდრე არისო და გემის ტარება იციო მეო შემიძლიაო ჩემი ენით და ჩემი გამჭრიახობით ვიღაცები გადმოვიბირო და ხო არ გაგვეტაცებინა გემი რას ფიქრობო.
ნუ აქ იაკობს მოუთხრა რომ ამას დაფიქრება ჭირდება, ეგრე ადვილი არ არის, ეს სამხედროები აგერ არიან, ასიკაცია და თქვათ ეგრე ადვილად ეს საქმე არ გამოვა. ნუ სერიოზულად არის შეჩენილი კორნელისი იაკობს და თანდათან დაარწმუნებს მას რომ რაღაცა უნდა მოიმოქმედონ. ანუ პელსარტი რაღაცნაირად უნდა მოიშორონ, გემი უნდა რაღაც მომენტში დაეთესოს ამ 18 გემიან ფლოტილიას, ანუ ცალკე გავიდეს და აქ უნდა მოხდეს უკვე აჯანყება, პელსარტი და მისი თანამზრახველები ან ზღვაში გადაყარონ, ან მოკლან და მერე გადაყარონ ზღვაში და მოკლედ გემი ჩაიგდონ თავის იმდიდრიანად ხელში და სადმე ისეთ ადგილას შეაფარონ თავის, სადაც ჰოლანდია და ეს ოკი მათ ვერ იპოვის. გემებმა აფრიკა დატოვეს 22 აპრილს და აღმოსავლეთისკენ დაადგნენ გზას. გემებმა სწრაფად დაიჭირეს ზურგის ქარი, ისინი იმ ადგილს მიუახლოვდნენ, საიდანაც ჩრდილოეთისკენ უნდა აეხვიათ. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ზურგის ქარი შემთხვევაში გემი საკმაოდ სწრაფად მიდიოდა და კაპიტნის მოვალეობა იყო მას დროზე განესაზღვრა თუ როდის უნდა აეხვია მას ჩრდილოეთისკენ, ანუ იავას კუნძულებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიდიოდა პირდაპირ ტერა აუსტრალის ინკოგნიტოსთან, ანუ სამხრეთის უცნობ მიწასთან. ეს მიწა უკვე აღმოჩენილი იყო ნაწილობრივ პატარა მონაკვეთი და ეს გახლდათ ახალი კონტინენტი, რომელსაც ავსტრალია ერქვა. მოკლედ დრო არითმენს და კორნელისი და იაკობსი გადაწყვეტენ რომ უკვე დაიწყონ მოქმედება. ამათში მათ ბოცმანი ეხმარებათ, ბოცმანი არის იაკობსის ახლო ნათესავი ბიძაშვილია მისი და იგი გადმოიბირებს რამდენიმე ათეულს აჯანყებულების მხარეს. ჯერ აჯანყება არ მომხდარა, მაგრამ გადაწყვეტილი არის რომ აჯანყება მოხდეს იმ ღამეს, როდესაც ყველა ჯარისკაცი იქნება კაიუტებში, კაიუტებს ისინი დაბლოკავენ და შემდეგ ჯარისკაცებს დაუყენებენ ულტიმატუმს, ან გადადიან აჯანყებულების მხარეს, ან ისინი კაიუტებშივე დაიხოცებიან. მაგრამ აფრიკის დატოვებიდან მესამე დღეს პელსარტი ძალიან ცუდად ხდება. იგი გონებას კარგავს, შიგადაში კომაში ვარდება და შემდეგ გამოდის კომიდან და ფაქტიურად მის თანამდებობაზე ავტომატურად შეიძლება მისი სიკვდილის შემთხვევაში დაინიშნება კორნელისი. ამიტომ აჯანყება საერთოდ აღარ იქნება საჭირო, კორნელისი და იაკობსი იქეთ წაიყვანენ გემს, სადაც მათ დასჭირდებათ და ყველაფერი უსისხლოდ და მშვენივრად ჩატარდება. პელსარტს შეტევაზე ემართება და ეს გახლავთ ციებ-ცხელება, რომელიც მან თავის დროზე მოგოლების იმპერიაში აიყიდა. მაგრამ გადის 10 დღე და პელსარტი გამოჯანმრთელებას იწყებს. იაკობსი და იერონიმუსი გაოგნებულები უყურებენ თუ როგორ დადის უფროსი ვაჭარი გემბანზე და როგორ იძლევა ბრძანებებს და ფაქტიურად გიტარასავით აწყობილი გეგმები მთლიანად ეშლებათ. მით უმეტეს რომ აჯანყებულების რაოდენობა ბევრი არ არის, ისინი სულ 20 არიან და გემი თავის ეკიპაჟიან სამხედროებიანად, გემზე კიდევ 320 ადამიანია. იერონიმუსი მოიფიქრებს ძალიან მზაკრულ გეგმას. რამდენიმე შეთქმული გაუპატიურებს ლუკრეციას. პელსარტი იძულებული გახდება რომ მოძებნოს დამნაშავედ, თუ დამნაშავეს იგი ვერ იპოვის, ამ შემთხვევაში მას მოუწევს ყველა ვარიანტში თითქმის მთელი ეკიპაჟის დასჯა, რაც გამოიწვევს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას და ეს უკმაყოფილება შემდეგ გადაიზრდება აჯანყებაში. ჩანაფიქრს მეორე საღამოსვე განახორციელებენ, როცა ლუკრეცია თავის კაიუტაში ბრუნდება, მას უკნიდან მიეპარებიან, პირზე ხელს ააფარებენ და ძალიან სასტიკად გაუპატიურებენ რამდენიმე მამაკაცი. პელსარტი სიბრაზისგან ჭკუას კარგავს, ერთი რომ მის მგზავრზე იძალადეს, მეორე ეს უბრალო მგზავრი არ არის და მესამე აშკარაა რომ გემზე რამდენიმე ნაძირალა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ და მათი ადგილი რა თქმა უნდა სახრჩობელაზეა. თან ყველაფერი ეს ხდება ფლაგმან გემზე და თან ყველაფერი ეს ხდება იქ, სადაც უფროსი ვაჭარი არის გამგებელი. ბოცმანმა შეკრიბა ეკიპაჟის წევრები და მათ უთხრა რომ პელსარტს გადაწყვეტილი აქვს, რადგან მან ვერ დაიჭირა ყველა დამნაშავე და ვერ გამოავლინა, რომ პელსარტი მზადაა რომ მთელი ეკიპაჟი დასაჯოს და თუ კაპიტანი გახდება
გემის მმართველი ან თუ პელსარს მოაცილებენ ისინი ან მოკლავენ ან გადააგდებენ წყალში, მაშინ კაპიტანი ყველაფერს აპატიებს და რა თქმა უნდა ვიღაცა მეძავის გამო არავინაც არ დაიჯება. ლუკრეციას დაკითხავს პელსარტი და ლუკრეცია გაიხსენებს, რომ ყველაზე სასტიკად მას გაუსწორდა ადამიანი, რომელიც ძალიან გავდა ბოცმანს და მისი ხმაც კი ბოცმანის ხმა იყო აშკარად. პელსარტი ხვდება, რომ საქმე ვერ არის ვთქვათ კარგად, თუ ბოცმანია ამ საქმეში გარეული, მაშინ კაპიტანიც ასევე გარეულია და როდესაც ისინი ჯერ კიდევ შუაგზაში თუ არა 1/13 გზა კიდევ გასავლელი აქვს, ეხლა მანო ბოცმანი და კაპიტანი დასაჯოს, ეს იმას ნიშნავს, რომ გემები ვერ ჩააღწევენ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩააღწევენ დანიშნულების ადგილამდე და ამიტომ გადაწყვეტს, რომ არაფერი არ მოიმოქმედოს. ასევე პელსარს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბოცმანს ჩააბარებს ხმელეთზე სპეციალურ ჯგუფს, რომლებიც წამების დიდოსტატები არიან და იქ უკვე თანამზრახველებსაც დაასახელებს ბოცმანი. მაგრამ გემზე, ზღვაში ამას არ აკეთებს და იგი თითქოს არც შეიმჩნევს, რომ რაღაცა მოხდა. ეს ჭვიდა გადაიყვანს იერონიმუსსაც და იაკობსაც, რომლებსაც გონიათ, რომ რაღაცა ეხა დაიწყება და ამაზე ააგორებენ სიტუაციას, ნურას უკაცრავად პელსარტი ძალიან ჭკვიანი გამოდგა და არისცა საბაბი, რომ რაღაც დაწყებულიყო არასწორი გემზე. და ბრუნდებით ისევ იქ, საიდანაც დავიწყეთ თხრობა 1629 წლის 4 ივნისი. დილის 3 საათია, გათენებას იწყებს უკვე, ღამის პატრული მოძრაობს გემზე, კაპიტნის ვარაუდით ხმელეთამდე დაახლოებით 1000 კილომეტრია და დაახლოებით 20 დღის მგზავრობაა დარჩენილი. ამინდი ძალიან კარგია, უბერავს ზურგის ქარი და ბატავიას მაქსიმალური სისწრაფე აქვს აკრეფილი და იაკობსი თავისი კოშკურიდან ხედავს, რომ ისინი ძალიან სწრაფად უახლოვდებიან ადგილს, სადაც სხვა თითქოს დუხს. ანუ რაღაც ქაფია. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ წინ წყალქვეშა კლდეებია. მაგრამ საიდან უნდა იყოს აქ წყალქვეშა კლდეები, როდესაც რუკაზე ისინი არ არის, არადა გემი სწორი მიმართულებით მიდის. და ამ ფიქრებში არის ჩვენი კაპიტანი, რომ ბატავია მაქსიმალური სისწრაფით ეჯახება წყალქვეშა რიფებს, იგი ზემოთ იწევს, ისმის ხომალდის გარსაკრავის მტვრევის გამაყურებელი ხმა, ტრიუმფში წყალი შედის და გვერდზე წვება გემი. ვინც ფეხზე იდგა, ისინი ეცემიან, იქ ზარბაზნები წყდება თავისი ადგილებიდან და ამტვრევს გემბანის იმ ნაწილს, რომლებშიც ისინია განლაგებული, ასევე ძალიან სწრაფი დამხრუჭების შედეგად წყდება სამივე ანძა და საჭე, ანუ გემი ფაქტიურად მთლიანად გამოდის წყობიდან და დაშლის პირასაა. გადის რამდენიმე საათი და ბატავია თავის განცთან ერთად წყალქვეშ ეშვება, მაგრამ ისტორია აქ კი არ მთავრდება, არამედ ახლა იწყება. ისტორია, რომელიც გაჯერებული არის არაადამიანური სისასტიკით, სადიზმით და ტრაგიზმით და რომ არა თვითმხილველების, მრავალრიცხოვანი გადარჩენილი თვითმხილველების მონათხრობი, რომლებიც საბოლოოდ სასამართლოს ოქმებში აღიწერა და დოკუმენტირებულია, მართლა ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ყველაფერი ეს ადამიანებმა ჩაიდინეს და არა რაღაცა ზებუნებრივმა ძალებმა. მაგრამ ამის შესახებ მე მოგითხრობთ უკვე ვიდეოს მეორე ნაწილში, რომელსაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ, ამიტომ დარჩით ხაზზე, არ გადართოთ. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი მინდა გისურვოთ მშვიდობიანი შტორმებისგან და ცუდი ამბებისგან თავისუფალი კვირა. ნახვამდის.